მზია ამაღლობელი მე-15 დღეა შემშილობს. ის მხოლოდ წყალზეა და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს. იურისტებმა განგვიმარტეს, რომ შიმშილობის დაწყების შემდგომ მოქმედებას იწყებს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია მუდმივი ზედამხედველობა კონდეს მოშიმშილის მდგომარეობაზე. ამავე პროტოკოლით ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის ზოგად მონაცემებზე სისტემატურად უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ფორმულა დამატებითი დეტალების გასარკვევად საჯელ აღსრულების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა გვითხრეს, რომ კომენტარს არ გააკეთებენ იმედია ჯერჯერობით მხოლოდ. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი 12 იანვრიდან შიმშილობს. დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან იმართება საჯარო დისკუსია მარია რესას წიგნზე, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. მზია ამაღლობელი სწორედ მარია რესას ამ წიგნით მივიდა სასამართლო პროცესზე. აქვე გეტყვით, რომ აქცია გაიმართა ასევე ქუთაისში ზუსტად მზია ამაღლობელის სოლიდარობის მიზნით. მისი განთავისუფლების მოთხოვნით ოცნების რეჟიმს არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიმართა. მისი მდგომარეობა არსებული ქრონიკული დაავადებების ფონზე კიდევ უფრო მეტად საყურადღებო და ანგარიშგასაწევი ხდება. მოუწოდებთ და იმედი გვაქვს, რომ საჯელ აღსრულების დეპარტამენტი და მისი სამედიცინო სამსახური სრულად აცნობიერებს მათ პასუხისმგებლობას. რადგან რეჟიმის პოლიტიკური პასუხისმგებლობის და ელემენტარული ადამიანური ემპათიის არარსებობა სამწუხაროდ უკვე შემდგარი მოცემულობა. აქვე გეტყვით, რომ დღეს გადაცემაში ორი საინტერესო სტუმარი გვეყოლება. ტრამპის ეფექტზე, მსოფლიო გეოპოლიტიკასა და განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთზე, ჩვენს რეგიონზე სასაუბროდ სტუმრად გვეყოლება ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე გუბა სანიკიძე. საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გვესტუმრება გიორგი გახარია, ასე რომ განაგრძეთ დროების ყურება, დღეს ძალიან საინტერესო სიუჟეტები და საინტერესო სტუმრები საუბარიგელით. დღეს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა ვუჩიჩის მთავრობის წინააღმდეგ. სლოვაკეთში კი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს კოალიციურმა მთავრობამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ქვეყანაში შესაძლოა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. კრიზისი კოალიციაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც კოალიციის 4 დეპუტატმა პარლამენტში ხმის მიცემაზე უარი თქვა და პარტიის პოლიტიკის გამო უკმაყოფილება გამოხატა. მათი მხარდაჭერის გარეშე მმართველ კოალიციას მხოლოდ 75 ხმის მოგროვება შეუძლია. ეს საკმარისი არ არის 150 კაციან პარლამენტში უმრავლესობის შესანარჩუნებლად. ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების გზით, თუმცა არ გამორიცხა ვადამდელი არჩევნების ჩატარება. თუკი კოალიცია კრიზისის გამო უმრავლესობას საბოლოოდ დაკარგავს. ფიცოს რუსეთთან დაახლოების გამო წვავედ აკრიტიკებენ, დამსახურებულათაც. სლოვაკეთში მიმდინარე პროცესების საყურადღებოა პუტინის გავლენების შემცირებისა და არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში ამ მხრივ მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. ფიცო იმ უიშვიათეს ევროპელ ლიდერებს შორისაა, რომლებიც ქართულ ოცნებას ფაქტობრივად მთელი დანარჩენი ევროპასთან კონფრონტაციაში მოკავშირედ შემორჩა. და კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც თემატურად, ასე ვთქვათ, ეხმიანება ამ პროცესებს და ქართული ოცნების გეზს და მიზნებს. არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა. რამდენი შეიძლება უკვე 30 წელია. სულ მცირე უხერხულია უკვე. თავს არაკომფორტულად გრძნობ, თითქოს არავინაა სხვა. ასეთი რამ თქვა დღეს ლუკაშენკომ, სადაც არჩევნები ტარდება. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები ახლაც მიმდინარეობს. ალექსანდრე ლუკაშენკო უკვე იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. მოგვიანებით ბელარუსის ლიდერმა პრესკონფერენცია გამართა. ლუკაშენკოს მოუწია პასუხი გაეცა BBC-ს კორესპონდენტის სტივ როზენბერგის კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩაითვალოს, თუკი მისი ოპონენტების ნაწილი ციხეში, ნაწილი კი გადასახლებაშია. ლუკაშენკოს განცხადებით, მისმა პოლიტიკურმა ოპონენტმა ციხეში ჩაჯდომა თავად არჩიეს. ზოგი ციხეშია, ზოგი გადასახლებაში. შენ კი აქ ხარ. ეს არჩევანის უფლებაა. ეს დემოკრატიულია. ზოგმა აირჩია ციხე, ზოგმა აირჩია როგორც შენ ამბობ გადასახლება. ჩვენ ხომ ქვეყნიდან დღესვე ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია დიდი ალბათობით გამოაცხადებს, რომ 70 წლის ალექსანდრე ლუკაშენკო მე-7 ვადით აირჩიეს.
წინა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკო საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. გამოკითხვების თანახმად 2020 წელს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოიპოვა. თუმცა ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 80%-ით არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოაცხადა. ევროპარლამენტმა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ და შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადეს, რომ არ აღიარებენ არც ამ წლევანდელ არჩევნების შედეგებს. ეს ამბავი იმიტომ მოგიყევით და გაჩვენეთ, რომ კარგად გავიაზროთ რა გველის საით მიგვაქანებს ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ისევე ფეხზე კიდია საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია, როგორც ლუკაშენკოს ძაღლს, რომელიც ძალიან საყვარელია ამავე დროს, რომელმაც პატრონთან ერთად მისულმა ბელარუსში საარჩევნო უბანს მიაფსა.